ჩვენ როდესაც საუბრობთ საბას ხვიტარიძეზე, უნდა გავყოთ საქმე ორ ნაწილად. ეს არის მისი ბრალდების საქმე, რომელსაც ედავება სახელმწიფო პოლიციის წინააღმდეგობას, ამ შემთხვევაში პოლიციაზე თავდასხმას უпростоრად. ხოლო მეორე არის მის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რომელიც ჩვენი შეფასებით არის წამება და არა ადამიანური მოპყრობა, თუმცა გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს უფლებამოსილების გადამეტებით, სავარაუდო პოლიციელების მხრიდან, ძალადობის გამოყენებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კონკრეტული მუხლიც არის საკმაოდ მძიმე, რომელიც ითვალისწინებს 5 და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ანუ იმ შემთხვევაში თუ პოლიციელებს დაუდასტურდებათ საბას მიერ და ჩვენი მოწმეების მიერ გადმოცემული ჩვენების სისწორე სასამართლოში, მათ ემუქრებათ 5 და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ამ კვალიფიკაციას არ ვეთანხმებით, ვინაიდან განვითარებული მოვლენები, ხარისხი და ინტენსივობა არ არის მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტება, ეს არის წამება და არა ადამიანური მოპყრობა, ვინაიდან ევროსასამართლომ არაერთხელ განმარტა მათ შორის საქართველოს საქმეებზეც, რომ როდესაც ადამიანი იმყოფება პოლიციის ეფექტური ზედამხედველობის ქვეშ, ანუ მას არ აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, ადევს ხელბორკილები და მასზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ხდება გაუპატიურების მუქ რაც მათ შორის და კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი სხვა დაკავებულიც იგივეს ამბობდა. ეს ხო რეალურად არის მასობრივი დაახლოებით ადმინისტრაციულად დაკავებულებს გულისხმობ. ამბობდნენ, რომ რაღაცა გვცემენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, გაუპატიურებით გვემუქრებიან და ერთობლიობაში ეს უკვე ქმნის წარმოდგენას. ეს ხო სარჩელები ხო ერთად უნდა გაიგზავნოს ევროსასამართლოში. ძალიან კარგი იქნება თუ ვიღაც კონკრეტული ორგანიზაცია და ჯგუფი გააგზავნის ამ სარჩელებს და როდესაც საერთო სურათი შეიქმნება, ძალიან გაუჭირდება სახელმწიფოს იმ პოლიციელებზე ხელის დაფარება, რომლებიც ამ სისასტიკეებს ჩადიოდნენ. კი ბატონო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს უკვე საბას მიმართვის საფუძველზე დაარღვიეს თუ არა პოლიციელებმა და გადაამეტეს თუ არა უფლებებს. რა დაადგინა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რაც როგორც ვიცი, ასევე მტკიცებულებად უკვე დაერთო. კი ბატონო, საქმის. რა არის აი ამ 466 გვერდში, რაც დაადგინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს? კი ბატონო, როგორც იცით, პირველივე დღეს ჩვენ მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, განცხადებით და მათ შორის მიუთითეთ ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მათ უნდა ჩაეტარებინათ, მათ შორის ეს იყო ვიდეო ჩანაწერების მოთხოვა. ჩვენ მოლოდინი გქონდა, რომ საერთოდ არ აღიარებდა პოლიცია ზესტაფონის ფაქტს, რომ ის მათ სინამდვილეში ზესტაფონიდან წამოიყვანეს საბა, ვინაიდან საქმეში საერთოდ არ იკითხებოდა საბას ხვიტარიძე როგორ აღმოჩნდა პოლიციის შენობის წინ საშუალო ბიუროში. და ჩვენ განცდა გქონდა ჩვენ სისხლის სამართლის საქმეში, რაც უნდა ყოფილიყო აუცილებლად. ჩვენ განცდა გქონდა, რომ პოლიცია მაინც დამალავდა ამ მოცემულობას, თუმცა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა დაადგინა ყველა პოლიციის თანამშრომელი და აღმოჩნდა, რომ ის პირი, რომელმაც საპატრულო პოლიციისგან გადაისვა საბას ხვიტარიძე გორის ტერიტორიაზე, არის ერთ-ერთი შემსწრე მოწმე ქორთიერთ მერიოტის წინ, როდესაც ნიღბებში გამოწყობილი პიროვნება და მათ შორის არის დაზარალებულის მოადგილე. ანუ პირდაპირ დაქვემდებარებაში მყოფი პირი. ანუ დაზარალებული გულისხმობ მირიან ქავთარაძეზე, პოლიციელზე და მოდი მაშინ აქვე კითხავ, ვიცით რომ ეს პოლიციელი, რომელიც საბას საქმეში დაზარალებულია, არის პარალელურად ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარი. აი ამას თუ გრძნობ ხოლმე, თუ იგრძნობა განწყობა სასამართლოში, რომ ის არის პრივილეგირებული. ნუ ერთი რომ ზოგადად პრივილეგირებულები არიან პოლიციელები, როცა საქმე ეხებათ ხოლმე მათ მიერ ნაცემ ადამიანებთან დავას, მაგრამ აი ეს ფაქტორი თუ გამოიკვეთა რაღაცა ფორმით, არ ვიცი. კი, სისხლის სამართლის საქმეში ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცებულებები წარდგენილი, ეს ეხება უკვე საბას ბრალდების საქმეს, ქორთიერთ მერიოტის ვიდეო ჩანაწერები, მათ შორის არაერთი ტელევიზია იღებდა პირდაპირ ეთერში ამ ინციდენტს და თითქმის ყველა მიმართულებიდან გვაქვს წარდგენილი აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება და ჩვენი მტკიცებულებებით გამოჩნდა, რომ მირიან ქავთარაძემ დაიწყო კონფლიქტი. ანუ მირიან ქავთარაძემ დაარტყა იქ მყოფ ერთ-ერთ გოგონას, რომელიც ჩვენ მოწმედ ყავს გამოკითხული. ეხლა ამას რატომ ვამბობ? ამას ვამბობ იმიტომ, რომ თუ ჩვენ ნახავთ ბრალდების მხარის ვიდეო ჩანაწერს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი რაკურსით არის წარმოდგენილი და მათ მოწმეებს. საერთოდ გამომძიებელი არც კი ეკითხება არც ერთ მოწმეს მირიან ქავთარაძემ დაარტყა თუ არა ხელი ვინმე იქ მყოფ მოქალაქეს და დაიწყო თუ არა კონფლიქტი. და უფრო მეტიც, ამ ვიდეო ჩანაწერში ისეთი რაკურსით არის დაფიქსირებული და ამოღებული, რომ და ისეთი სიხშირით უпростоრად და ოდენობით, რომ არ ჩანს მირიან ქავთარაძის მხრიდან განხორციელებული ზემოქმედება, რაც იყო თავდასხმა. გარტყმა
პოლიციის გარკვევაზე, მაგრამ თქვენს მიერ წარდგენილ მასალაში ეს ჩანს. რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ წარდგენილ მასალაში ეს ჩანს, ჩვენ ველოდებით, რომ ყველა მოწმე უნდა გაიკითხოს სასამართლოში ამ საქმეზე. ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, რომ თუ რა თქმა უნდა მოწმეები არ განაცხადებენ, რომ მირიანს რა თქმა უნდა იტყვია, რომ მირიანს ხელი არავისთვის არ დაურტყამს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებსაც აუცილებლად წარვადგენთ და ეს მარტო ვიდეოები არ არის, ეს არის დაახლოებით 15 მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ამ ადამიანებს ეკითხებოდნენ ნიღბებში გამოწყობილ, შავებში გამოწყობილ მამაკაცებს, ეკითხებოდნენ თუ ვინ იყვნენ, რა უნდათ ქორთიერთ მერიოტის მოპირდაპირე მხარეს, სადაც იყო შეხვედრა პოლიტიკური ლიდერების და ისინი პასუხს არ სცემდნენ. მათ შორის მალავდნენ ვინაობას. თუ ნახავთ კადრებს, იქ ჩანს, რომ პირბადეები უკეთიათ, სამედიცინო პირბადეები და აქვთ ეგრეთ წოდებული კაპიშონები. და საერთოდ თვალების ამოცნობაც კი შეუძლებელია ამ ადამიანების და სწორედ კონფლიქტი აქედან წამოვიდა, რომ მოქალაქეები ეუბნებოდნენ ვინ ხართ, გაგვაგებინეთ, იმიტომ რომ წინა დღეებში იყო შემთხვევები, რომ ასეთად ჩაცმული მოქალაქეები ძალადობდნენ მშვიდობიან მომიტინგეებზე, ხო და მშვიდობიან მოქალაქეებზე. შესაბამისად, თქვენ ცხადია იმის დამტკიცებასაც ცდილობთ სასამართლოში, რომ მათ რო ეთქვათ თავიდანვე, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ, შესაძლოა ამ ხარისხის კონფლიქტი არ წარმოიშობა და მარტივად ვიტყვი რატომ. ვიდეო ჩანაწერში ჩანს, აქ აქცია არ იყო. აქცია იმართებოდა რუსთაველის გამზირზე. აქ იყო შეხვედრა, 8 საათზე დაგეგმილი იყო შეხვედრა 4 ოპოზიციურ პარტიებს შორის. და როგორც იცით, თავისუფლების მოედანზე არის განლაგებული სპეცრაზმი ამ დროს, მაშინ. და თუ ვიდეო ჩანაწერს შევხედავთ, ამ შავებში ჩაცმული მამაკაცების უკან იყვნენ პოლიციელები 40 მეტრის მოშორებით. და თუ მათ სურდა და როგორც ისინი ჩვენებაში ამბობენ, რომ ჩვენ რო უთხარითო, რომ პოლიციელები ვიყავითო, უფრო გამძაფრდა სიტუაციაო. ეს არის არალოგიკური, იმიტომ რომ იმის უკან სულ პოლიცია დგას, სულ სპეცრაზმი დგას და თუ დაპირისპირება უნდათ მშვიდობიან მოქალაქეებს პოლიციასთან და ეს სურვილი ქონდათ, 5 ნიღბიან მამაკაცთან არ მივიდოდნენ. იქ დაახლოებით 100-მდე, მინიმუმ 100-200 პოლიციელი იდგა. და მათაც არ მოახდინეს რეაგირება ამ კონფლიქტზე. იმიტომ არ მოახდინეს, რომ თავად არ იცოდნენ, რომ ეს ადამიანები პოლიციელები იყვნენ. და ჩვენ როგორ გავცოდნოდა.